უკვე მესამე გამოძახებაა დღეს აეროპორტში და რა ხდება? კიდე ნინადრამა ხო არ ჩამოდის? არა, ლივერპულის თამაშზე მივდივარ ინგლისში. არა, მარდენი ბენზინი არ მაქვს მაო. მაგრამ აეროპორტამდე მიგიყვან. მადლობა. ძვირი გიჯდება ისე? ხო ხედავ ეკონომ კლასი გამოვიძახე. არა, მე კომფორტი მქონდა. და მე გადავიყვანე რა. იმიტომ რომ ამ კომფორტს ახლა ძირითადად სულ უცხოელები იძახებენ. არა, ჟესტებში კი მაგარი ვარ, მაგრამ როგორ გინდა ახლა აუგუსტა ღვინის სამშობლო ეს იქ ხო ხტები? თან საჭესიც ხო უნდა გეკიდოს ხელი. მაგაზე კი არ მიფიქრი. ლივერპულში რა ხდება? მან ჩვენებური გადავიდა, ხო? გიორგი მამარდაშვილი. მაგარი ბიჭი. არა, ახლა მართლა მაგარი ფეხბურთელები გვყავს რა. მაგა თამაშებს სულ უსმენ ხოლმე. ვის ეთამაშებით ახლა? მადრიდის ატლეტიკოს, სიმეონეს ავტობუსი, ალბათ ბასლაინიდან შემოგვიტევს. ბასლაინი რო შველო. ეგრე მე შემიძლია ბასლაინზე სიარო. მაშინ ერთი კარგი აგენტი გინდა და ეგა. თავის დროზე რომ ყოლოდა კარგი აგენტი, სუხიშვილებში ვიცეკვებდი. მისმენ. ლივერპული კაი გუნდია? მაგარი გუნდია. ბათაშორის წელს 483 მილიონი დახარჯეს ტრანსფერებში. ლარი? ლარი, ევრო. რა ვიცი, ბოლოს ევრო ვნახე რეგულარი. ისე შენი აზრით ვინ მოიგებს წელს ლიგას? რა ვიცი, შენი აზრით? შენ ამ გზავრობის ფულს ქეშით იხდი თუ ბარათი გაქვს მიგული? ბარათით. მაშინ პეშე. შენ შეიძლება არ იცი? მაგრამ ადრე დინამო თბილისს მოგებული აქვს ლივერპულისთვის. ვიცი. მაშინ ვულგა ყავდა. ბაბუა ჩემო წაგვიყვანა თამაშზე. რომარე შუმახერა დავაგვიანებდით. მაგრამ რა გინდა? ყველას მაინც თბილისის დინამო ახსოვს. ხო არ წავიდეთ. არ წავსულვარ ჯერ. მეთქი ბენზინი რატო არ მაკლდება? წავიდეთ, მოუ, წავიდეთ. მისმინე შენ დიდი ხანი ჩერდები ინგლისში? რა ვიცი, 3-4 დღე ალბათ. მაშინ აეროპორტში აღარ დაგელოდები და ვიმუშავებ. წეგან ვეღარ მოგაქცია ყურადღება და ხო ჩაბარგდი ყველაფერი, ხო ჩაალაგე? კი, ჩავალაგე. წავედით მაშინ. ეგარი ეკონომია. 17 სექტემბერს ემფილდზე ლივერპული ატლეტიკოს უმასპინძლებს. ექსპერტების აზრით ლივერპული ამ ტურნირის ფავორიტია. კლუბმა ზაფხულის ტრანსფერზე რეკორდული 483 მილიონი დახარჯა. მოკლედ, იმდენი ფული გადაიხადა ფეხბურთელებში, რომ მართლა აღარ ივლის მარტო. ყველა მოუთმენლად ველოდებით ოფიციალურ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტს ლივერპულის შემადგენლობაში. ჩემი აზრით ეს უბრალოდ დროის საკითხია და მამარდა მალე ლივერპულის ძირითადის მეკარე გახდება. რაც შეეხება ლივერპული ატლეტიკოს, ვინც ამ თამაშის ნახვას აპირებთ, ჩემი რჩევა იქნება კისრის ბალიშით უყუროთ. რადგან ლივერპული სულ უტევს, ატლეტიკო სულ დაცვაშია და შეიძლება მარტო სამხარეს მოგიწიოთ ყურება. ლივერპულმა შესანიშნავად დაიწყო სეზონი არნე სლოტის გუნდი საოცარ ფორმაშია, თან გამარჯვების გოლები მე-80 წუთის შემდეგ გააქვთ. ამიტომ სიმეონემ მე-80 წუთამდე ერთსართულიანი, ხოლო მე-80 წუთის შემდეგ ორსართულიანი ავტობუსი უნდა ჩააყენოს. გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკა შოფერ ჰოფერთან ერთად. ლივერპული და ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგაზე 6 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 3 ჯერ ლივერპულმა მოიგო, ერთხელ ატლეტიკომ, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ლივერპული თამაშში საშუალოდ 5 ჯერ ურტყამს კარში. ატლეტიკო კი 10 ჯერ ჯარიმდება. ლივერპული თამაშის საშუალოდ 5 კუთხურს აწვდის, ხოლო ატლეტიკო ერთხელ ხვდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია ლივერპული მოიგებს შეხვედრას. როგორც უკვე ვთქვით, ლივერპული ამ ტურნირის ფავორიტია და მიუხედავად იმისა, რომ ატლეტიკო ყოველთვის უხერხული მეტოქეა, მგონია სახლში ემფილდზე ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას ლივერპული მოგებით დაიწყოს. ჩემი პროგნოზია მოსალაჰის კარში დარტყმების მეტი. მო ძალიან კარგ ფორმაშია და პრემიერ ლიგის 4 ტურში უკვე 2 გოლი აქვს გატანილი. ვფიქრობ ატლეტიკოსთან ის გუნდს ულიდერებს და მინიმუმ 2 ჯერ მაინც მიეცემა ის საშუალება, რომ ატლეტიკოს ჩარჩოში გაუშვას ბურთი.